კოლეჯი, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველო წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? Zingeris ისტორია ეს არის ინდუსტრიული ინოვაციის, ბრენდის გლობალიზაციისა და ქალების ეკონომიკური ემანციპაციის ისტორია. ისტორია არა მხოლოდ საკერავი მანქანის სინონიმად ქცეული ბრენდის, არამედ სრული ტექნოლოგიური რევოლუციის, რომლის წერაც 19 საუკუნის 50-იანი წლებიდან ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, 40 წლის შემდეგ კი უკვე საქართველოშიც გაგრძელდა. საკერავი მანქანების გლობალური ბრენდის პირველი ქართული მაღაზია 1899 წელს გოლოვინის დღევანდელი რუსთაველის გამზირის 9 ნომერში გაიხსნა. სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს. საკერავი მანქანის მაშინდელი ღირებულება ასტრონომიული იყო. 75-დან 83 მანეთამდე დიაპაზონში. ძვირადღირებული მოწყობილობა მხოლოდ შეძლებული ფენისთვის იყო განკუთვნილი, ვინაიდან იმდროინდელი მუშის ხელფასი თვეში მხოლოდ რამდენიმე მანეთს შეადგენდა. 1905 წელს ცნობილი გახდა პირველი სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ კავკასიაში 586,317 მანეთის ჯამური ღირებულების 8354 საკერავი დანადგარი გაიყიდა. 1912 წლისთვის გაყიდვები სამხრეთ კავკასიაში თითქმის გაორმაგდა და 1,380,000 მანეთის საერთო ღირებულებით 15,675 საკერავი მანქანა შეადგინა. მხოლოდ საქართველოში არსებულ ოფისებში 388 მუშა იყო დასაქმებული. საქართველოში ზინგერის პოპულარობის პიკი დიდ ისტორიულ მოვლენას პირველ მსოფლიო ომს დაემთხვა. იმპერიის მთელი საქარხნო სექტორი რუსეთის ჯარების მომარაგებაზე გადაერთო. გამონაკლისს არც ზინგერი წარმოადგენდა. სხვადასხვა ტანსაცმლისა და ნივთების მწარმოებელი ქარხანა აქტიურად ყიდულობდა ზინგერის მანქანებს, რომ იმპერიის ჯარების შეკვეთები შეესრულებინა. ამავე დროს რუსეთის იმპერიაში სოციალურმა დაძაბულობამ იფეთქა, რამაც რევოლუციური გამოსვლების მატება გამოიწვია. ასე მაგალითად 1906 წლიდან დაიწყო თბილისის ზინგერის მუშებს შორის რევოლუციური შეხედულებების ფართოდ ფეხის მოკიდება, რის შედეგადაც ზინგერის კომპანიის რამდენიმე მაღალჩინოსანს საქართველოს დატოვებაც მოუწია. სოციალურ დაუმორჩილებლობას შედეგად 1917 წლის რევოლუცია მოჰყვა, რამაც საგრძნობი დარტყმა მიაყენა ზინგერის აყვავებულ ბიზნესს. იგივე ბედი ეწია კომპანიის სხვა ოფისებსა თუ ქარხნებს. 1918 წელს ზინგერის პოდოლსკის ქარხანას ბოლშევიკებმა ნაციონალიზაცია გაუკეთეს და 1923 წლამდე პრაქტიკულად არ მუშაობდა. მომდევნო პერიოდში საბჭოელებმა პოდოლსკში განაახლეს საკერავი მანქანების წარმოება, რომლის მოდელებიც საბჭოური იყო და განსაკუთრებული უპირატესობებით არ გამოირჩეოდა. ის მხოლოდ ნაშთი იყო იმ ძველი დიდების, რომელმაც თავისი გამორჩეული კვალი ამერიკიდან საქართველომდე დატოვა.